ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველთან, რომელმაც COVID-19 დაამარცხა. 22 წლის ელა ჯაღმაიძეს ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელში შეხვდა. ელას უხილავ მტერთან და სირთულეებთან მარტო მოუწია გამკვლევება. ის ვირუსის შიდა გავრცელების დაწყების დროს დაინფიცირდა ისე, რომ წყარო დღემდე ვერ დაადგინა. ქართველმა ტრანსგენდერმა საქართველოს 2 წლის წინ დატოვა და ახალი გამოწვევით სავსე ცხოვრება ბელგიაში დაიწყო. ეს 22 წლის ელა ჯაღმაიძეა. ანტვერპენიდან ბრიუსელში სპეციალურად იმედის კვირისთვის ჩამოვიდა. კორონავირუსთან მისი წარმატებული ბრძოლის ისტორიის მოსაყოლად. თითქმის 2 წელია ბელგიაშია. ამბობს, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ სტიგმის ფონზე საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავდა. ამიტომ ტრანსგენდერმა მისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო. დაეთმო მოქალაქეობა და ლტოლვილი სტატუსი ეთხოვა ბელგიისთვის. ვირუსის გავრცელებისთანავე ევროპაში მაღალი საფრთხის გამო სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მე ვიყავი ერთ-ერთი მიგრანტი, რომელმაც განაცხადი გავაკეთე ჩემს სამშობლოში დროებით დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით. რადგანაც საქართველოში ბევრად უფრო ნაკლები ინფიცირებული არსებობდა და ვთვლიდი, რომ ინფიცირების რისკების მინიმიზაციის მიზნით უფრო უსაფრთხო იქნებოდა ჩემი ქვეყანაში დაბრუნება. მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა მე არ მომეცა, რადგანაც მიფიქსირდებოდა ლტოლვილი სტატუსი საკუთარი ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით არ მქონდა ამის შესაბამისი ბიუროკრატია არ არსებობდა და მე უარი მითხრეს ჩემს ქვეყანაში დაბრუნებაზე. ბელგიაში კარანტინის დაწესებამდე ელა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა ცხოვრებას. სეირნობდა ქუჩებში, დადიოდა მაღაზიებში და მალე შეუძლოდ იგრძნო თავი. ყელის სიმშრალისა და დაბალი სიცხეების გამო, ისევე როგორც ბევრს ელასაც ეჭვი გრიპზე ჰქონდა, მაგრამ სუნთქვის გართულების შემდეგ გადაწყვიტა ოჯახის ექიმისთვის მიემართა. არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ რაიმე მხრივ უნდა დისტანცირება მომიხდინა საზოგადოებისგან. რადგანაც ამის საფრთხე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობდა, საწყის ეტაპზე არ არსებობდა. სწრაფი ტესტი ჩავიტარდა, რაც აქ ძალიან პოპულარულია და შემდეგ პირველი შეკითხვა, რაც ექიმს დაუსვი, იყო, ეს ექიმო რას ნიშნავს, მე მოვკვდები? ექიმმა თქვა, რომ მე ვიყავი ახალგაზრდა და ჩემი იმუნიტეტი მარტივად უნდა მორეოდა ამ ვირუსს. მომცა რეკომენდაციები და ჩემი გაწერა მოხდა ბინაზე. მითხრა, რომ COVID-19-ით ძალიან ბევრი ადამიანი არის ბელგიაში ინფიცირებული და ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს ყველას ჰოსპიტალიზაციას. საავადმყოფოში გადაყავთ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც აქვს მკვეთრი სიმპტომები, ჰაერის მკვეთრი უკმარისობა, სხეულის მკვეთრი პარალიზება. COVID-19-ით ინფიცირებულმა სახლში განაგრძო მკურნალობა, მაგრამ არა კარანტინის რეჟიმში. ამბობს, რომ ექიმი არც კონტაქტებით დაინტერესებულა და არც იმით, სად შეიძლება დაინფიცირებულიყო. ურჩიეს სახლში დარჩენა, რომ ვირუსის გამავრცელებელი არ გამხდარიყო. მაშინ, როდესაც ჩემი ორგანიზმი ებრძოდა COVID-19-ის ვირუსულ ინფექციას, ჩემს იზოლაციას არავინ არ აკონტროლებდა ბელგიაში და მე შემეძლო გარეთ გასვლა, მე ჩვეულებრივად გავდიოდი გარეთ, რადგანაც მომემარაგებინა თუნდაც საკვები, მედიკამენტები და პირველადი ჰიგიენის საგნები. მე შევდიოდი დაწესებულებებში ჩვეულებრივ და ამის ინფიცირების რისკი, რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ დიდი სხვა ადამიანზე. სახლში გაწერილი პაციენტის მდგომარეობა მალე მკვეთრად გაუარესდა. ელას 3 კვირა მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და დღითი დღე უფრო უჭირდა სუნთქვა. სასწრაფოს გამოძახებას და ექიმთან ხელმეორედ მისვლას 1 კვირა უშედეგოდ ცდილობდა. შემდეგ დახმარებისთვის საქართველოს საელჩოს მიმართა. საქართველოს მისიის ჩარევის შემდეგ მას ექიმთან ვიზიტი დაუნიშნეს. საავადმყოფოში უკვე ხელმეორედ ჩამიტარდა COVID-19-ის ტესტი დაახლოებით 3 კვირის შემდეგ პირველი ტესტერიდან და საავადმყოფოში უკვე COVID-19-ის ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი. როგორც ადგილობრივმა მედიკოსებმა განმიმარტეს, ჩემს ორგანიზმში კორონავირუსს ჰქონდა ინკუბაციური პერიოდი, ვირუსი შემხვდა, თუმცა ჩემმა იმუნიტეტმა არ მისცა ამ ვირუს ორგანიზმში გავრცელების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე ვირუსი რამდენიმე კვირაში ორგანიზმიდან გაქრა
თუმცა დამიტოვა მისგან გამოწვეული რამდენიმე დაავადება. ყელის სიმშრალის შედეგად განმევითარდა ანგინა, ხოლო სუნთქვის უკმარისობის შედეგად განმევითარდა გულის არითმიული დარღვევები. სწრაფმა ტესტმა და შედეგის დაზღვევისთვის ლაბორატორიულად ჩატარებულმა ანალიზმა COVID-19 აღარ დაადასტურა. ანთების საწინააღმდეგო წამლების და ტკივილ გამაყუჩებლების გამოწერის შემდეგ ელა სახლში დაბრუნდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს დიპლომატიურ კორპუს ბრიუსელში, რომელმაც მიშვა მდგომლა ადგილობრივ მედპერსონალთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს საქართველოში, რომლებიც მწერდით, მამხნევებდით და ამ რთული პერიოდის გადალახვაში მეხმარებოდით და მინდა ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას არ შეეშინდეს, რადგან კორონა განაჩენი არ არის. ელა ანტვერპენში ბრიუსელის ცენტრალური სადგურიდან გავაცილეთ. ჯანმრთელობა ვუსურვეთ და გეგმების განხორციელება, რომლის ნაწილიც სამშობლოში აუცილებლად დაბრუნებაა. იმედის კვირის ამ სიუჟეტში ელას ოჯახის წევრები 6 წლის შემდეგ პირველად ნახავენ. როგორც თავადყვება 16 წლის იყო, როდესაც ოჯახმა მასზე უარი თქვა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ მათ შორის კონტაქტი აღდგება და მონატრებულ ახლობლებს ელა მალე გაესაუბრება.